კამპანია ეს შენგეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმირებას და დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების ჩამოყალიბებას ითხოვს. ამ წუთებში შეხვედრა კანონმდებლებთან და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმდინარეობს. კამპანიის წევრები მრგვალი მაგიდის ფარგლებში შეკრებილებს იმ წინადადებებს აცნობენ, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებებს გულისხმობს. ადგილზე მუშაობს თამარ გოგესაშვილი, ჩვენ მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. თამარ, უფრო დეტალურად რომ მოგვიყვე, რას ითვალისწინებს ის ცვლილებები, რომლებსაც ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციებს და კანონმდებლებს აცნობენ. არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა გულისხმობს რამდენიმე კანონში ცვლილებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უკავშირდება ეგრეთ წოდებულ გასაღებს. მათი ინიციატივის მიხედვით მნიშვნელოვანია და საჭიროა შეიქმნას დამოუკიდებელი სააგენტო, რომელსაც ექნება წვდომა ეგრეთ წოდებულ გასაღებზე და ძალოვან უწყებებს. აღარ ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ ფარული საგამოძიებო მოქმედებები კონტროლის გარეშე. მათი ინიციატივის მიხედვით ეს სააგენტო უნდა დააკომპლექტოს პარლამენტმა და სააგენტოც თავის მხრივ ანგარიშვალდებული უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანოსთან. დღეს ინიციატორები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნება არსებობდეს ამ ცვლილებების განსახორციელებლად და ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. საგამოძიებო მექანიზმის შექმნას აქვს ორი ძირითადი არგუმენტი. პირველი ეს არის ის, რომ ძალოვან უწყებებს ბუნებრივად აქვთ ინტერესთა კონფლიქტი საკუთარი წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიწვიონ. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი არის ის პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა საქართველოში სამწუხაროდ არც ერთ შემთხვევაში, რომელიც არის გახმაურებული და საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე, სადაც ჩნდება ეჭვები, რომ სწორედ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები იყვნენ ჩართული დანაშაულების მოქმედებაში. პრაქტიკულად არც ერთ შემთხვევაში არ მახსენდება, რომ გამოძიება ყოფილიყო დროული. ჩვენ უკვე რამდენჯერმე მოვითხოვეთ შეხვედრა პრემიერთან, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სუფთა სამართლებრივი დისკუსიის მიღმა, რა თქმა უნდა, არსებობს ასევე პოლიტიკური შემადგენელიც ამ თემის და მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცეს იმის შესაძლებლობა, რომ წინა საარჩევნო გარემოს კონტექსტში ვისაუბროთ პრემიერთან და ყველა ის ინიციატივა, რომელზედაც ჩვენ დღეს დეტალურად ვისაუბრებთ, ამ საკითხებთან დაკავშირებითაც უშუალოდ მას მივაწოდოთ ინფორმაცია და რა თქმა უნდა, როგორც მთელი ამ ხნის განმავლობაში მზად ვართ, რომ ყველა დაინტერესებულ მხარესთან გავაგრძელოთ უშუალო კომუნიკაცია. ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმირებას. წარმოდგენილი პაკეტის მიხედვით უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს და საუბარია არ არის მხოლოდ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ იმაზეც, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს გამოძიების ფუნქციის გარდა ქონდეს დევნის განხორციელების უფლება. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვენ გაუქმდეს ეგრეთ წოდებული ODR-ების ინსტიტუტი და ასევე ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი გამოეყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მასზე წვდომა ასევე ქონდეს დამოუკიდებელ ორგანოს. ძირითადად ცვლილებები არის სამი მიმართულებით. პირველი ეს არის ეგრეთ წოდებული გასაღების თემის ახლებური რეგულირება. ეს გულისხმობს იმას, რომ გასაღების მექანიზმი გადაეცემა დამოუკიდებელ ორგანოს, რომელსაც თავისთავად არ აქვს სამართალდაცვითი და საგამოძიებო ინტერესი, რაც რა თქმა უნდა ამცირებს პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი და თვითნებური ჩარევის რისკებს. მეორე საკითხი შეეხება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტურ და ობიექტურ გამოძიებას და ამ მიზნით დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას, რომელსაც ექნება მაღალი ლეგიტიმაცია და იქნება მიუკერძოებელი ამ ტიპის გამოძიებებში და მესამე საკანონმდებლო პაკეტი შეეხება უსაფრთხოების სექტორში რეფორმების გაგრძელებას, მათ შორის ეს ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციების გადახედვას, საგამოძიებო ფუნქციის ჩამოშორებას ამ ორგანოსთვის, სპეციალური საპარლამენტო საბჭოს შექმნას, რომელიც განახორციელებს ზედამხედველობას უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაზე. ეს საკანონმდებლო ინიციატივა ზუსტად ითვალისწინებს იმას, რომ ODR-ების სისტემა გაუქმდეს და ასევე მისი მიზანი არის ის, რომ გაიზარდოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა სუსის, ასევე სუსიდან უნდა გამოვიდეს ეგრეთ წოდებული ოტო, სუს არ უნდა ქონდეს უფლება, რომ მოსმენები განახორციელოს უკონტროლოდ ჩვენი მოქალაქეების და ასევე პარლამენტში უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს სუსის საქმიანობას.
ამ წუთებში კამპანია ეშენგეხებას წარმომადგენლები მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრას მართავენ. სწორედ დღეს გადაწყდება რაფორმით მოხდება აღნიშნული ცვლილებების ინიციირება პარლამენტში. ეს იქნება წინადადება თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები წარადგენენ ამ ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოში. ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, ინიციირება კი უახლოეს დღეებში მოხდება. მადლობა თამარ გოგესაშვილი იყო.